თუ ფიქრობთ, რომ ექსპერტი 60 წელს გადაცილებული ადამიანი უნდა იყოს, ძალიანაც შემცდარხართ. მიესალმეთ, დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ზღვის ცხოველების ექსპერტი დანიელ კაპადია. მოგწანდი, გამარჯობა დანი. სალამი. როგორ ხარ დაბრძანდი? არა მეშავს დაბრძანდი, მინდა გითხრათ პატივცემულო საზოგადოება, ვიდრე დანისთან საუბარს დავიწყებ, ეს ადამიანი ჩვენი გადაცემისთვის სპეციალურად დუბაიდან ჩამობრძანდა. აპლოდისმენტები მას ამისთვის. ხო მართალია? როგორ ხარ, როგორ ხასიათზე ხარ, როგორ იმგზავრე? კარგად. შესანიშნავი ამბავია. მე ვიცი, რომ შენ ხარ სპეციალისტი თევზების. ხო. მართალია? ხო, ძალიან. აი ეს ახლა რა, შენი კოლექციის ნაწილი არის, ხო? მინდა გითხრათ, რომ დუბაიდან ვერ წამოიღო ახლა ყველაფერი, იმდენი აქვს, რომ იცოდეთ, რომ ნახოთ შეიძლება გაგიჟდეთ, მაგრამ რაღაცა ნაწილი მაინც შეძლო და ჩამოიტანა. დიდი მადლობა შენ ამისთვის. რეები გვაქვს ახლა აქ წარმოდგენილი, მოდი შევხედოთ. ეს არის საშიში თევზია, ხო ესა? მოდი, გიდა თითო-თითო აიღე და შენ მითხარი ეგ რომელი არის? Puffer fish. კი ბატონო. ეგ რას აკეთებს? რაღაცა ენემი თუ შეშინდება, აფუშდება ესე. აჰა, ესე იგი, როდესაც შეხვდება მტერი დროში, ხო? იმას აშინებს და ესე იბერება, ხო? აფუშდება. კარგი სიტყვა იყო, მომწონს, ანუ აფუშდებაც შეიძლება ითქვას, ძალიან კარგია. აი ეს ტიპი ვინ არის? ზვიგენი. ზვიგენია ესა? თეთრი ზვიგენი. ეს თეთრი ზვიგენია, ხო? მე ეს ყველაზე საშიშია? ხო. ხო. აი ეს ვინ არის? ეს არის მოსასავლისი. დინოზავრის როცა იყო არსებობდა, მაგრამ გადაშენდა უკვე. ხო, ეს მე მეგონა რომ ეხა თანამედროვე თევზი ეს არ არის, ხო? თანამედროვე ეს ადრე რო იყო. ვა, რა საოცარი ტიპია. რამხელა, ძალიან დიდი იყო? ძალიან. დიდი რამხელა არის ესეთი? ხო. რამხელა. ამათგან ყველაზე მეტად რომელი გიყვარს შენ? ისეკო. ეს? ხო. ეს ვინ არის საერთოდ? ანგელარფიში. ეს ნამდვილი არის? ეს რაღაცა ბარაკუდას გავს თუ რა? რაღაცნაირი საშიში არის ესა და. ხო. ეს ლეგო არის. ეს ლეგოთია წყობილი? რა მაგარია? ეს და ეს ერთი და იგივე თევზია? ძალიან საშიშად გამოიყურება და ეს მოგწონს ყველაზე მეტად კაცო. რატო? იმიტომ რომ იკბინება? იმიტომ რომ საშიში. მოკლედ, ძალიან მაგრად ერკვევი ახლა შენ ყველაფერში. ეკრანზე რო გაჩვენოთ წყალქვეშა სამყარო უნდა განახოთ, ხო? ჩავთოთ. აბა რეებია რომ მომიყვე, რა ხდება ახლა აქ? აბა ვინ გამოჩნდება? აჰა, ეს ვინ არის? ეს არის თმიანი ანგელარფიში. აჰა. თუ მოკიდებ ამ თმიან რაღაცას, დაგსუსხავს, ხო? ხო. ანუ ძალიან საშიში და ვერაგი თევზი ჩანს ეს, ნახე? თან არ იღიმის რაღაცნაირად უცნაური, ზაყე, ესეთია. კარგი. ჰოპა, ეს ვინ არის? მე ვარ? ღამურას თევზი. ღამურა თევზია ესა? ღამე დაცურავს თუ რატო არის? არ დაცურავს. რატო არის ესეთი მოწყენილი? ესე არის. ეგეთია? ხო, ღამურას თევზი. ისეთი თევზი არის, ის საშიში იყო, ეს მოწყენილი არის და ადამიანს გავს რაღაცნაირად, არა? ხო გავს ადამიანს? ძალიან საყვარელი ვინმეა. კარგი, ეს ვინ არის? Vampire squid. ვინ არის? Vampire squid. ვამპირია ესა? უყურე შენ. და კიდე ეს თუ ცოტა და ისა საშიში რაღაცა მოხდება, ეს სპაიკებს გამოაშვებს. აჰა. ხო. და თუ ძალიან შეშინდა, მაშინ smokes გამოაშვებს. ანუ smoke ball კი არის, მაგრამ რაღაცა ის არის სპეციალური რაღაცა, რომელსაც უშვებს გარშემო, ხო, რომ შეაშინოს. ეგეთ რა ფერია ეს სითხე? მწვანეს უშვებს. მწვანეს უშვებს ეს? მაგრამ წითელია. თო, კი ბატონო. თვითონ წითელია უშვებს მწვანეს, ყვითელი აკლია რაღაცა და გამოგვივიდოდა პატარა ისა. შუქნიშანი გვეყოლებოდა. აბა შემდეგი ვნახოთ. ეს ვინ არის? ეს არის bloody belly congelly. bloody belly congelly, რაღაცა ლექს გავს, იცი? ხო, ესეთი, ანუ ეს არის მედუზასავით და სისხლიანი მედუზასავით არის, ხო? რაღაც ეგრე გამოდის. და ეს არის ყველაზე beautiful creature. ეს არის ყველაზე beautiful?
ხო, ყველაზე ლამაზი ქმნილება ეძახით ამას და არა, ლამაზი ნამდვილად იქნება ალბათ. რამხელა არის დიდია? პატარა. პატარებია? და ვერ დაინახებ თუ იპოვი. ვერ დაინახე. ან სუ იმალება, ხო? ხო, რთული საპოვნელი ყოფილა ეს. Bloody belly come jelly. აი, ესეთი შესანიშნავი თევზი ყოლია. შემდეგიც გვეყოლება ვიღაც დარწმუნებული ვარ. აბა საინტერესო. ეს ვინა? ეს იჭმევა? არა, Japanese spider crab. ეს არის იაპონური კირჩხიბი. ხო, ეგრე გამოდის. ეს არ იჭმევა? ამას არ ჭამენ? ეს რამხელაა? დიდი. აი, დიდი არ და ჭამენ მაგას გეუბნები მე. ერთი ფეხი არის 4 მეტრი. მანქანას ხელა. ამისი ერთი ფეხი 4 მეტრია? ხო. რას ლაპარაკობ? რამხელა არის ეს? არ გადამრიო. ეს სახლის ხელა თევზი დადის, კაცო? 4 მეტრი ერთ სართულზე მეტ მაღალი არის, რას მეუბნები? ანუ რამდენი ფეხი აქვს? 1 2 3 4 5 10 ფეხი აქვს? თუ მეტი? 8 ფეხი აქვს და 2 pincher arm, რო დაიჭიროს. აჰა, ანუ ესენი აქვს, რა ქვია, რა აქვს იმ კირჩხებს ესენი, რა ქვია ამებს? რითაც იმაშვება, იკვებება და რო იჭერს რაღაც ხელები დავარქვათ, კაი, თავისი ხელები აქვს. შესანიშნავი ვინმე არის ეს? რაღაცა კიდე უნდა გითხრა. აბა? ისა Japanese spider crab ქვია, იმიტომ რომ Japanese water-ში არის. ანუ ხო, იაპონიის ტერიტორიულ წყლებში დაცურავს, ესე იგი, იქით არის და იაპონიასთან ახლოს. კი ბატონო, იმიტომაც არის იაპონური. ეს მედუზაა? არა, ეს არის siphonophore. ბატონო? Siphonophore. სიფონოფორი? ხო. ხო, რაღაცა. იცი რამდენი მეტრია? რამდენი? 45. 45 მეტრია? კარგი, ნუ მატყუებ ეხლა, ამხელა თევზი როგორ? მართლა 45 მეტრია? საოცარი. საშიშია ესეც იკბინება? ეს არ იკბინება, electricity აქვს. კიდე უარესი, ანუ დენს დაგარტყავს, კაცო, ხო? მაგის ხელის ხლება არ შეიძლება. როგორც შტეპსელში თითის შეყოფა არ შეიძლება, ისე არ შეიძლება. ძალიან ზევი თუ წავა, გაიფუშდება. შეიძლება აფეთქდეს? ხო. ხო. თუ ძალიან ზევი წავიდა. აფეთქება, ანუ push როგორ იქნება? explode. explode კი, მაგრამ გაიფუშნება მომეწონა ძალიან სიტყვა. კი, გაიფუშნება მომწონს სიტყვა, უნდა დავიმახსოვრ. აფეთქების ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ სიტყვა გაიფუშნება მომწონს. ეს ვინ არის? ეს არის three-pod fish. ქვია ეს, იმიტომ რომ 3 ფეხი აქვს. 2 წინ და 1 უკან. ეს არის შტატივი თევზი, ესე იგი, სამ ფეხზე რო არის, ხო, სამ და ფეხა. არ ცურავს. არ ცურავს? დგას ესა იმ ფეხებზე? და რას აკეთებს? ვინმეს მოაქვს საჭმელი ამისთვის მე? არა, instead of like walking, მიდის და ელოდება თავის საჭმელს რომ მოვიდეს და მე შეჭამს. ხო, ანუ ნადირობს. გასაგებია. კიდე ვნახოთ შემდეგი. ეს არის ზღვის კიტრი. ბატონო? ზღვის კიტრი. ზღვის კიტრი, ეს ხო იჭმევა. შუშა კიტრი და ზღვის კიტრი, არა? არა, კარგი. რაღაცა უცნაური კიტრია ეს, არ ვიცი მე. კარგი. იყოს კიტრი, მე გეთანხმები. კარგი. აბა შემდეგი ვნახოთ. უცნაური კიტრის შემდეგ ეხა პომიდორი. ეს პომიდორი არ არის. არა, კასკიელ ქვია. და რა უნდა ამას, რას გვერჩის? ეს არის ყველაზე ღმა ცხოვრობს. ეს ყველაზე დაბლა არის, სადაც სიბნელეა, ხო იქა? 10,000. 10,000 მეტრზე ცხოვრობს, ანუ 10 კილომეტრზე არის ქვემოთ, 20 არის. არ გამოიყურება სასიამოვნოდ რაღაცნაირად, საშიშად გამოიყურებოდა ესეთ. უპს, ეს ვინ არის? Barreleye. Barreleye. ხო, ესეც პატარა და ეს თუ დაინახავ, ეს წვანე თვალები აქვს, წვანე თვალები. წვანე თვალები აქვს და თან წინა აქვს უცნაური. და შეგიძლია იყუროს იქ ხარას და ზევით შეგიძლია უყუროს. ანუ ესეც შეუძლია ზემოთ რო აიხედოს, ნახე როგორ. და ის რაღაცები ორი თვალისნაირად რომელიც არის, ეს არის ცხვირი. ის ცხვირია და თვალები ზემოთ აქვს ისა? მე ის მეგონა, კაცო, ესეთი თვალი. ესე იგი ზემოთ ქონია. და ეს თავი transparent არის. შეგიძლია დაინახოს. Transparent, ანუ გამჭვირვალეა? ხო, გამჭვირვალე. შიგნით რეებია, იმის დანახვა შეიძლება? ტვინის დანახვა? ნეტა ტვინი აქვს თევზს? ხო. ექნება, ხო? კი. რაც უფრო დიდი ტვინი აქვს, უფრო ჭკვიანია, ხო იცი? ანიცი, ხო. მოურჩით პრინციპში. რამდენი რაღაცა ვისწავლეთ უკვე, ესე იგი. ძალიან დიდი მადლობა შენ, ესეთი
შესანიშნავი ცოდნისთვის. რაღაცა შეკითხვა რო დაგისვა შეიძლება? ხო. შეიძლება. ოქროს თევზი როგორ დავიჭირო? შეგიძლია იყიდო. სად არის ოქროს თევზი? სად მანახე, სად იყიდება ოქროს თევზი? Goldfish. ხო, goldfish, სად ვიყიდო მითხარი? სად ვიშოვო? სად დავიჭირო ეგეთი თევზი? არსებობს ეგეთი ადგილი სადმე? ხო. სადღაც იარსებებს მართალი ხარ, მაგრამ კაცი შვილმა არ ვიცით ეგ რა ადგილი არის. ვისთან ერთად მოხვედი დღეს, დანი? დედასთან და ბებიასთან. შესანიშნავი. და ბებოსთან. დედასთან და ბებიასთან. მოგესალმებით დედას და ბებოს, რა ქვიათ სახელები? თათული არის ჩემი დედა. თათული? უდრა არის ჩემი ბებია და ნინო არის ჩემი ბებო. შესანიშნავი ამბავია. დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ჩამობრძანდით უბრალოდ. დაანი კარგად ლაპარაკობს ქართულად, დარწმუნებულია, რაც უფრო ხშირად ჩამოხვალთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პრაქტიკა ექნება და კი, გადასარევი ბიჭი ყავთ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ასეთი ადამიანი გაგვაცანით ჩვენ და ყველა იმას, ვინც ნახავს ამ გადაცემას. დაანი, ეხლა შენ იცი რომ დაიმსახურე საჩუქრები? ხო. აი, ეხლა მიიღებ საჩუქარს და პირველი საჩუქარი მოდის ჩვენთან ფაგიოსგან. აპლოდისმენტების თანხლები. აი, ასეთი საჩუქარი ფაგიოსგან შენ. მადლობა ფაგიოს. მანდ არის ფაგების ნაკრები იმისთვის რომ არ გაცივდე არასდროს და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს. დედამ იცის ფაგიო. და რა თქმა უნდა, კიდევ უნდა მოვიდეს ჩვენთან თევზი არა, მაგრამ ლომი ნამდვილად. ლოკომოკოს ლომი სტუდიაში. აი, ეს საჩუქრებით შენ დანი. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ დანი კაბადია. აპლოდისმენტები. დიდი მადლობა.